დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. რასაკვირველია, ჩვენ დღესაც ადამიანზე ვსაუბრობთ. იმ ადამიანზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში. ჩვენ იმ ადამიანზე ვსაუბრობთ, რომელიც ბიოლოგიური თვალსაზრისით პირამიდის მწვერვალს წარმოადგენს და თავისი ინტელექტით სხვა ადამიანებისათვის სიკეთის და ზიანის მოტანა შეუძლია. მაგრამ ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, რომელსაც შეუძლია მხარდაჭერა. ადამიანზე, რომელსაც შეუძლია სხვის განცდის გაზიარება. ადამიანზე, რომელსაც შეუძლია სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იმოქმედოს. და ასეთ შემთხვევაში ვიხსენებთ ადამიანს როგორც ორგანიზმს. დიახ, ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე არის ჩვენი სხეული. ადამიანი გაცილებით აღმატებულია, ვიდრე უბრალოდ სხეული. და სწორედ ამის გათვალისწინებით არის მნიშვნელოვანი ის, რომ ადამიანს სხეულის გაზიარებაც კი შეუძლია. სხვა ადამიანისთვის სხეულის ნაწილის გაზიარება იმისთვის, რომ ყველაზე ადამიანური გადაწყვეტილება მიიღოს. დიახ, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ეს ადამიანურია. როდესაც ჩვენ ერთმანეთს მხარდაჭერას ვუცხადებთ, ეს ადამიანურია. მაგრამ როდესაც ჩვენ სხვა ადამიანის სიცოცხლისთვის მზად ვართ ჩვენი გავიღოთ, ეს არაუბრალოდ ადამიანურია. არამედ გმირობის ტოლფასია, იმიტომ რომ შეიძლება მხოლოდ ერთმა გადაწყვეტილებამ სხვა ადამიანის სიცოცხლე იხსნას. და ასეთი გადაწყვეტილება ხშირად უკავშირდება მდგომარეობას, რომელიც დღევანდელ თარიღთან არის მჭიდრო კავშირში. დღეს დონაციის მსოფლიო დღეა. დღევანდელი დღე ეძღვნებათ იმ ადამიანებს, ვინც ამგვარი გადაწყვეტილება უკვე მიიღო სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ვინც სისხლი გაიღო არაერთხელ იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს დახმარებოდა და ასეთ შემთხვევაში დღევანდელი დღე ერთგვარი მადლიერებით არის სავსე და ამავე დროს გაფრთხილებით საზოგადოებისათვის, რომ დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ, მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ სისხლი გავუზიაროთ და ერთმანეთის სიცოცხლე ვიხსნათ. სწორედ ამასთან დაკავშირებით მე მინდა გაგახსენოთ ჩვენი გადაცემის არქივიდან რამდენიმე ეპიზოდი ერთ კოლაში თავმოყრილი იმისთვის, რომ გვახსოვდეს, რომ დღევანდელი თარიღი არ არის უბრალოდ კალენდარზე აღნიშნული ერთი დღე. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენი გადაცემის კონცეფციის განუყოფელი ნაწილია. სისხლი ვერასდროს ვერაფრით ჩანაცვლება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვიყოთ სიცოცხლის სადარაჯოზე და მუდმივად მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში გავიღოთ სისხლი უანგაროდ. გარდა იმ სამედიცინო მიზეზებისა, რატომაც მნიშვნელოვანი არის სისხლის უანგარო დონაცია, ჩვენი ორგანიზაცია და მთელი გუნდი ვფიქრობთ, რომ ამას ასევე საფუძვლად სწორედ უდგას ის, რომ ეს არის მოქალაქეობრივი შეგნება, რომ ჩვენს ირგვლივ იყვნენ ოჯახები, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ კვლავ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და ამ რაღაც დეფიციტის გამო არ დადგეს სიცოცხლე საშიშროების წინაშე. ჩვენ ბაზაში რეგისტრირება ძალიან მარტივია. შეგიძლიათ ჩვენს Facebook გვერდზე, ანუ სისხლის უანგარო დონორების Facebook გვერდზე შეხვიდეთ და პირველივე პოსტი არის ჩვენი სარეგისტრაციო ბმული. პირველ რიგში პირველ გვერდზე არის ის კრიტერიუმები, რომლებსაც დონორი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ მოახერხოს დონაცია. არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც შეიძლება ამ მომენტში არ იყოს დაკმაყოფილებული, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ მოახერხოს დონორმა. გვაქვს კომენტარის ველიც, სადაც შეუძლია დონორს კომენტარი დაგვიტოვოს და ჩვენ დროის გასვლის შემდეგ ვუკავშირდებით მას. ბაზაში, რა თქმა უნდა, დარეგისტრირებული დონორი არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მოახერხებს დონაციას. ჩვენ მათ ვუკავშირდებით აუცილებლად სატელეფონო კონსულტაციით, ვუხსნით, გავდივართ კრიტერიუმებს, ვუხსნით პროცედურის შესახებ, ვამზადებთ, ვეუბნებით, სად უნდა მივიდნენ, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ, მაგალითად აუცილებლად ნაჭამი უნდა იყოს და გარკვეული სითხე უნდა ქონდეს, ანუ წყალი უნდა ქონდეს მიღებული და ვამზადებთ და შემდეგ დღეს მიდიან და ახერხებენ დონაციას. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტის ინფორმაცია ძალიან კონფიდენციალურია, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ნაწილი მაქსიმალურად გამართული გქონდეს. და შესაბამისად დონორს პაციენტზე ვაწვდით ინფორმაციას მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე ნამდვილად ვიცით, რომ მიდის სისხლის ჩასაბარებლად. აქ აღსანიშნავია განმარტოთ ისიც, თუ რატო აბარებენ ჩვენი დონორები კონკრეტული პაციენტის სახელზე სისხლს.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ჩვენი სისტემა არსებული არ არის გამჭვირვალე და არ ვიცით ზუსტად როგორ მიდის ჯაჭვი დონორიდან პაციენტამდე, ჩვენი სისტემა შევქმენით, ესე რა ვთქვათ, რაც გულისხმობს, რომ პაციენტის ხოთაშორის ეს კითხვა უნდა დამესვა. პაციენტის ახლობლები პირდაპირ ჩვენ გვიკავშირდებიან, ჩვენ გვაქვს ერთგვარი კითხვარი, სადაც ვიღებთ მთლიან ინფორმაციას, თუმცა გავცემთ მხოლოდ და მხოლოდ დონორზე და ისიც მას შემდეგ, რაც როგორც ოფამ აღნიშნა, გადავამოწმებთ, რომ აკმაყოფილებენ იმ მომენტში ყველა დეტალს, რაც საჭირო არის სისხლის დონაციისთვის და შემდეგ უკვე დონორი მიდის იმ კონკრეტულ სისხლის ბანკში, სადაც პაციენტს ჭირდება და აბარებს სისხლს. ისეთი მომენტია, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე აანალიზებ იმას, რომ ანუ რისთვის აკეთებ. სიმართლეა გეშინია, მე მithumetes განსაკუთრებით მეშინო და მაგრამ ისი გეშინოდათ? ნემსი ზოგადად ნემსი. არ მიყვარ შეხება არ მქონია ესე დიდად კი. აი არ დამჭირვებია რაღაც რო არ მქონია ჩემთვის უცხო იყო ეს გარემო თუნდაც ეს პროცედურაც. ან მე რა მოხდება სისხლს რო ამიღებენ? ხო, აი მე თუნდაც რა მოხდება და ამ ყველაფრის რა, მაგრამ იმდენად გააზრებული გქონდა ის აი რო ნახავ რომ შემომთავაზე იმ მომენტიდან რა, იმდენად გააზრებული გქონდა ის ფაქტი რომ ანუ რამდენად მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებ, რომ ანუ ისში არაფერი არ არის. გძნობ იმას რომ გეშინი, აი ბოლო წუთამდე გძნობ იმას, მაგრამ ანუ აზრს კარგავს რა ის მომენტი და ის განცდა იმ წუთას რომ გეშინია რა, იმიტომ რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებ იმ მომენტში. უნივერსიტეტში ვიყავით და მარიამს ვუთხარი რომ მეთქი რატომაც არ ავცადოთ თქო მანამდე დედა ჩემი აქტიურად აბარებდა სამთოში ერთხელ სისხლს უბრალოდ მანამდე ასაკი არ მიწყობდა ხოლმე ხელს და შიშის ფაქტორი ცხადია ახლავს ამ ყველაფერს და ახლავს იმიტომ რომ ჩვენ მერე გამოვუტყდით რეალურად ერთმანეთს რო გვეშინოდა უკვე რომ მივედით ძალიან გვეშინოდა და მერე გამოვუტყდით ერთმანეთს თუმცა არ დავფიქრებუართ ეგრევე წავედით და თან როდესაც დავრეგისტრირდი, მე Instagram გვერდზეც მივწერა, რომ თუ მოვიდა მეთქი ჩვენი რეგისტრაცია თქო იმდენად მინდოდა, რომ მალე მომხდარიყო ეს ყველაფერი და ესე დავრეგისტრირდით და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პროცესი. ერთ მნიშვნელოვან დეტალს დავამატებ, როგორც გოგოებმა ახსენეს, ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ სისტემურად ვამჯობინეთ, რომ თავად ვიყოთ ხაზზე პაციენტის ოჯახის წევრებთან, ამ ეტაპზე მათ ვთავაზობთ ხოლმე, რომ თავად გადაუხადონ მადლობა სისხლის უანგარო დონორებს. ეს გვეხმარება იმაშიც, რომ ამ ოჯახებშიც ავამაღლოთ ცნობიერება, მათ ვისაც სისხლი დასჭირდათ და აქამდე არ იცოდნენ თუ ეს რა მნიშვნელობის იყო, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ხოლმე ბიძგი, მე რატომაც თვითონაც რეგისტრირდებიან დონორებად და მხოლოდ ამას ემსახურება. სხვა შემთხვევაში პაციენტის კონფიდენციალურობა რა თქმა უნდა დაცული არის სრულად და ვცდილობთ რომ ექიმების ეთიკის მიხედვით ვიმუშაოთ ჩვენც. ჩვენ შევთანხმდით, რომ ადამიანური მხარდაჭერა ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ფაქტორია. და თუ ჩვენ საუბრობთ ადამიანის მიერ, ადამიანის მიმართ გაღებულ საკუთარ სისხლზე, ეს არაუბრალოდ მხარდაჭერაა. ეს არის ყველაზე ადამიანური ნაბიჯი, რომელიც შეიძლება ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად გადავდგათ. ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი საკითხია გასათვალისწინებელი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რამდენად უსაფრთხოა სისხლის გაცემა და რამდენად უსაფრთხოა სისხლის მიღება. დიახ, უსაფრთხო სისხლის ცნებას რამდენიმე წახნაგი აქვს და ამაზე ჩვენ ხშირად საუბრობთ და ამისათვის ჩვენს გადაცემას გარკვეული ტრადიციაც კი ჩამოუყალიბდა და სწორედ ამ ტრადიციას ვაგრძელებთ დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია, ჩვენი გადაცემის მეგობარი, რომელიც გახლავთ ევროპის საბჭოს უსაფრთხო სისხლის ექსპერტთა მუდმივმოქმედი კომიტეტის ექსპერტი ბატონი ლევან ავალიშვილი. ლევან, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. როდესაც თქვენ ხედავთ მაყურებელი ეკრანზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დიახ, ჩვენ სისხლის დონაციაზე ვსაუბრობთ და უსაფრთხო დონაციაზე ვსაუბრობთ. მაგრამ თავად უსაფრთხო სისხლი არის ის ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც შეიძლება დონაციაზე მსჯელობისას წარმოიშვას, იმიტომ რომ სისხლის უსაფრთხოება იყო და არის მთავარი ქვაკუთხედი ამ პროცესის. რა იგულისხმება უსაფრთხო სისხლის ქვეშ და არის თუ არა მნიშვნელოვანი ყველა წახნაგის ერთდროულად გათვალისწინება, მათ შორის დონორის ჯანმრთელობის, მათ შორის რეციპიენტის ჯანმრთელობის, ანუ მიმღების პროცესის უზრუნველყოფა და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, ესე სისხლის უსაფრთხოების საკითხი ძალიან კომპლექსური საკითხი არის. ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. ეხლა თქვენ როგორც ახსენეთ, სისხლის გაცემის უსაფრთხოება და რეციპიენტისთვის სისხლის მიღების უსაფრთხოება, ეს ორი ეს არის სფერო, ასე ვთქვათ. სისხლის გაცემის უსაფრთხოება გულისხმობს, რომ დონორს არ უნდა დაუშავდეს არაფერი, ანუ ჯანმრთელი ადამიანისთვის სისხლის გაღება უნდა იყოს უსაფრთხოებითი ჯანმრთელობისთვის, ხო? ამისათვის არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს დონორი. არსებობს დონორების დაწუნების სტანდარტები, ну რაღაცა კონდიციების და რაღაცა ჯანმრთელობის რაღაც მდგომარეობების ან მავნეჩვევების ან წარსულში გადატანილი დაავადებების მიზეზით შეიძლება დონორი დაწუნებული იქნას და ჩვენ ამას დავუბრუნდებით მოგვიანებით. ეხლა რაც შეეხება საკუთრივ სისხლის უსაფრთხოებას. სისხლი და სისხლის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება პაციენტს, ну ბუნებრივია რომ მძიმე პაციენტებს სჭირდებათ როგორც წესი სისხლი და სისხლის კომპონენტები, უნდა იყოს უსაფრთხო, რომ არაფერი ავნოს. ანუ მიზანი არის რომ პირიქით არ გოს ხო პაციენტს, სხვადასხვა კომპონენტს, სხვადასხვა ფუნქცია აქვს და უნდა იყოს სრულად უსაფრთხო გარანტირებულად ყველასთვის დედამიწაზე, მთელ მსოფლიოში, რომ ისედაც მძიმე პაციენტს კიდევ უარესი არ დაემართოს სისხლის გადასხმის შედეგად. რა იგულისხმება ამაში? ახლა შეიძლება სისხლი თუ არ არის უსაფრთხო, სისხლის პროდუქტი თუ არ არის დაცული დამზადებისას, აღებისას და გადასხმისას გარკვეული სტანდარტები, სისხლი შეიძლება კონტამინირებული იყოს ბაქტერიებით, შეიძლება ვირუსებით. ну, ბევრი ფაქტორი არის, რამაც შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები მოუტანოს პაციენტს. გარდა იმისა, რომ სისხლი შეიძლება იყოს დაბინძურებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე სისხლის წარმოებელ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციას და კეთილსინდისიერებასაც სხვათა შორის, იმიტომ რომ კვალიფიკაციაზე დამოკიდებული სისხლის ტესტირება, ტიპირება, ანუ ჯგუფი რეზურსის განსაზღვრა, თავსებადობა, იმიტომ რომ თუ სისხლი არათავსებადია და შეცდომით გადაესხა პაციენტს, პირდაპირ შეიძლება მოკლას. რაც შეეხება კეთილსინდისიერებას, ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან რთული და ესეთი მნიშვნელოვანი და რავი თუ გვექნება ამის დრო, ამაზეც ვილაპარაკებ კიდე დეტალურად. ვისაუბროთ, მოდით, კეთილსინდისიერებაზე, რა კი ახსენეთ ეს თემა, ეს ყველა რგოლს ეხება, ვფიქრობ და ყველაზე დიდი წილი პასუხისმგებლობაზე, როდესაც არის ლაპარაკი, სწორედ კეთილსინდისიერებას უკავშირდება. რა იგულისხმება, რა არის ყველაზე მტკივნეული ამ დროს და სარისკო? გეტყვით, მოკლედ, ну, არის ქვეყნები, სადაც თითქმის მთელი საუკუნეო, გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან სისხლის ყველა დონაცია არის უანგარო. ანუ ამაში დონორები გასამრჯელოს არ იღებენ. გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი იყო, რომ 2020 წლისთვის მიეღწია იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოში სისხლის დონაციები ყოფილიყო უანგარო ყველა და არა მარტო ფასიანი დონორებისგან, ნათესავი დონორებისგანაც შეემცირებინათ სისხლის დონაციები, იმიტომ რომ ფასიანი დონორის სისხლის და ოჯახის წევრი ნათესავი დონორის სისხლიც რაღაცა რისკების მატარებელია, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი იძულებულია რომ ჩააბაროს სისხლი, ან უბიძგებენ ამისკენ, საკუთარი მაინდა-მაინც კეთილნების გარეშე, შეიძლება რისკების მატარებელი იყოს და ამას აუხსნათ. რაც შეეხება კეთილსინდისიერებას პერსონალის, საქართველოში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში და ну აი მესამე სამყაროს ქვეყნებში ბევრგან არის სისხლის სისტემები ჯერ კიდევ კომერციალიზებული. ანუ რას გულისხმობს ეგ? ეს ნიშნავს, რომ ამაზე ნახულობენ, უყურებენ როგორც ბიზნესს, სისხლის წარმოებას. სისხლის წარმოებას, როდესაც უყურებ როგორც ბიზნესს და მომგებიან ბიზნესს, ბუნებრივია მოგება უნდა მოიტანოს ამან. ეს აისახება იმაში, რომ სისხლის წარმოებელი დაწესებულებები ყველანაირად ცდილობენ დაზოგონ ხარჯები. ხარჯების დაზოგვა ნიშნავს იმას, რომ სახარჯი მასალა იქნება, ტესტ სისტემები იქნება თუ სხვა თანმდევი პროდუქტი, რაც ჭირდება სისხლის წარმოებას, იყიდონ შეიძლება რაც შეიძლება იაფად. ну რაც შეიძლება იაფად ნიშნავს ყველაზე უხარისხოს. ამას გარდა სამწუხაროდ საქართველოშიც მომხდარა ასეთები და ხდება სხვა ქვეყნებშიც, იმისათვის რომ გაზარდონ შემოსავალი, სისხლის წარმოებელი დაწესებულებები მიდიან ისეთ ქმედებებზეც, რომ აი მაგალითად მე მინახავს და გამიგია
რომ სისხლის პროდუქტებს აზავებენ, მაგალითად ფიზიოლოგიური ხსნარით. ანუ აბევრებენ მოცულს, თქვა ერთეულიდან შეიძლება გააკეთონ 2. 2, იმიტომ რომ შემოსავალი ორმაგია. ასეთ რამებს აკეთებენ. კი, ამას შეიძლება თქვა სისხლის გაზავებამ დიდი ზიანი პაციენტს არ მიაყენოს, მაგრამ სარგებელსაც არაფერს არ მოუტანს და ხა ძიმე პაციენტს, რომელსაც თქვა ანემია აქვს ან რაღაცა სისხლის შემდედებელი სისტემის პრობლემები აქვს, იმას ხა გაზავებული კომპონენტის გადასხმა, წყალში გადაყრილი გარჯა და კეთილსინთეზიერებას როცა ვამბობდი, აი ამას გულისხმობდი სწორად. კეთილსინთეზიერება კიდე არის ძალიან კრიტიკული სისხლის წარმოებისას, როდესაც პერსონალი ადამიანს შეცდომა ყოველთვის შეიძლება მოუვიდეს ნებისმიერი პროცესის დროს, ხო? ბუნებრივია ჩვენთანაც დასავლეთ ევროპაშიც, განვითარებულ ქვეყნებშიც და ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სისხლის სისტემები არის საათივით აწყობილი, შვეიცარიული საათივით, იქაც მოძდით ადამიანებს შეცდომა. სამწუხაროდ საქართველოში როგორც წესი შეცდომებს ცდილობენ რომ დამალონ, არ გაამხილონ და მიჩქმალონ. ამის საშუალებებიც არის ალბათ სისხლის მწარმოებელ დაწესებულებებში და ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, იმიტომ რომ ყველა შეცდომა პირიქით უნდა იყოს განხილული, რომ შემდეგში აღარ მოხდეს იგივე შეცდომა, ხო? როდესაც შეცდომას ჩქმალავ და მალავ, ბუნებრივია კიდე განმეორდება, კიდე დამალავ და ბოლო-ბოლო სავალალო შედეგებამდე შეიძლება ამან მეგვიყვანოს. აი ასეთი რამები ხდება. როდესაც თქვენ ხაზი გაუსვით და გამოყავით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით კეთილსინთეზიერება, მე ვფიქრობ ეს არის ზუსტად ის ფაქტორი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ. ჩვენი კეთილსინთეზიერი ინფორმირება მედპერსონალის, როდესაც ჩვენ გვაქვს სურვილი გავცეთ სისხლი, როდესაც ჩვენი მდგომარეობის შეფასება ხდება კეთილსინთეზიერად, როდესაც ჩვენგან აღებული მასალის დამუშავება, შენახვა ხდება კეთილსინთეზიერად და ამ მასალის მიტანა, ამ ბიოლოგიური მასალის, ამ სისხლის კონკრეტული ულუფის მიტანა კეთილსინთეზიერად იმ ადამიანთან, ვის ჯანმრთელობასაც და სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება, არის ზუსტად ის გზა, რომელიც პასუხისმგებლობით უნდა გაიაროს საზოგადოებამაც, ერთმა ადამიანმაც და დარგმაც. მაგრამ დღევანდელი ჩვენი საუბარი რა კი არ არის ხანგრძლივი, არის ძალიან მნიშვნელოვანი დაუბრუნდეთ იმ ფრაზას, რომელიც მე დაგპირდით, რომ აუცილებლად უნდა შევავსოთ, საუბრის დასაწყისში ახსენეთ. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს არ მოუნდება გასცეს სისხლი. ყველა ადამიანს არც შეუძლია გასცეს სისხლი და ამას აქვს თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები. მაგრამ ვის შეუძლია გასცეს სისხლი? დღეს მე ვფიქრობ არის ზუსტად ის დღე, როდესაც უნდა ვთქვათ, თუ არა დონაციის მსოფლიო დღეს, თუ არა იმ დონორების წასახალისება, რომლებიც არაერთხელ მსგავს ნაბიჯს დგამენ სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის. როდის უნდა ვთქვათ ეს თუ არა დღეს და ვთქვათ, რომ ადამიანთა დიდ ნაწილს შეუძლია სხვა ადამიანებისთვის სისხლი გაიღოს და ამისთვის რა პირობები უნდა იყოს დაცული და რა შემთხვევაში არ შეგვიძლია გავცეთ სისხლი. როდესაც კეთილსინთეზიერებას ვლაპარაკობთ და თქვენ ახსენეთ დონორების კეთილსინთეზიერება, აქ ყველაზე კრიტიკული მომენტი არის სწორედ ის, რაც მე უკვე ვახსენე, რომ სისხლის დონაცია უნდა იყოს უანგარო. ანუ დონორი არ უნდა ელოდეს, ხო, არ უნდა ელოდეს არანაირ მატერიალურ ანაზღაურებას გაღებული სისხლის სანაცვლოდ. და რატო ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია? იმიტომ რომ როდესაც დონორი ფულად ან სხვა რამე სახის მატერიალურ გასამრჯელოს ელის სისხლის გაღების სანაცვლოდ, როგორც წესი, თქვათ კეთილსინთეზიერი ვერ იქნება დამალავს რაღაცა ინფორმაციას გადატანილი დაავადებების ან რაღაც მავნეჩვევების ან სარისკო ქცევების შესახებ, რამაც შეიძლება დიდი რისკის ქვეშ დააყენოს მის მიერ გაღებული სისხლის კომპონენტის უსაფრთხოება. ნუ ეხლა აქ არის ყოველთვის ესეთი მოარული შეკითხვები, რომ კი, მაგრამ სისხლი ხომ მაინც მოწვდება. დიახ, სისხლი მოწვდება ყველგან, ყველა ინფექციაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემუშავებული სტანდარტებით, მათ შორის საქართველოში ყველა სისხლის ბანკში, მაგრამ არც საქართველოში, არც დასავლეთში, არც იაპონიაში და არც ამერიკაში არსად 100%-იანი სისხლის ტესტირება არ არის, იმიტომ რომ სხვადასხვა ვირუსს მაგალითად აქვს სხვადასხვა ფანჯრის პერიოდი, ეს ნიშნავს, რომ იმ პერიოდში შეიძლება ვერ მოხდეს ვირუსის გამოვლენა და ჩაითვალოს, რომ სისხლი არის უსაფრთხო ჯანმრთელი და გადაესხას პაციენტს და დაემართოს რაღაცა ინფექცია, ხო? ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ დონორი სისხლის გაღებისას იყოს აბსოლუტურად გულწრფელი
და ინტერვიუს დროს, ანუ სისხლის გაღებას წინ ყველა მიწის წინ უსწრებს ინტერვიუ, სადაც თქვა დონორის ანკეტირება ხდება 40 შეკითხვა არის დაახლოებით და კეთილსინდისიერად უნდა გასცეს პასუხი ყველა შეკითხვას. ამის შემდეგ თუ დონორი უკვე ექიმის გადაწყვეტილების შემდეგ თუ დაშვებულია სისხლის ჩასაბარებლად, ნუ მერე უკვე კიდე სხვა ასპექტები მოყვება სისხლის უსაფრთხოების დაცვის, რომელზე პასუხისმგებელიც არის სისხლის წარმოებელი დაწესებულება, მაგრამ მანამდე სისხლის გაღებამდე პასუხისმგებელი არის დონორი და დონორიც უნდა გრძნობს ამ პასუხისმგებლობას. ეხლა რაც შეეხება ვის შეუძლია სისხლის ჩაბარება, სისხლის ჩაბარება შეუძლია ზრდასრულ ჯანმრთელ ადამიანს. საქართველოს კანონმდებლობით ქვედაზღვარი ასაკის არის 18 წელი, ზედაზღვარი თუ არ ვწდები არის 65 წელი, შეიძლება 60-ში და მეშლება, იმიტომ რომ ხშირად იცვლება ეს სტანდარტები და ну არის ქვეყნები ხა სადაც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 წელია ქვედაზღვარი, ზედაზღვარი არ არსებობს საერთოდ. ევროპაში ძირითადად არის 18 წლიდან და რაღაც 65 წლამდე. ასე და ადამიანი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი და კიდევ რაღაც პირობებს ხა ყველაფერს აქ ვერ მოყვებით. თავარი არის რომ ადამიანს ჰქონდეს სურვილი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ეს თუ მაღალი თვით შეგნება, არ ვიცი. მოკლედ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტისთვის, რომელსაც სჭირდება სისხლის პროდუქტი, სისხლის საძებარი არ უნდა იყოს. სამწუხაროდ დღეს საძებარია. ხან კლინიკას სჭირდება რომ ეძებოს და ხან კლინიკას ვერ შეუძლებს საჭირო ტიპის სისხლის კომპონენტს და მერე ეს გადადის პაციენტის ოჯახზე და აბაწადი იშოვე და ესეთი რამე არ უნდა ხდებოდეს, ანუ სისხლის დონაცია უნდა იყოს ტარდებოდეს წელიწადში იმდენი ქვეყანაში, რამდენიც საჭირო არის, მასზე მეტიც. ნუ ეს ყველა ქვეყანაში წინასწარ იგეგმება და საშუალო ასეთი გამოთვლებით ისევ ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით მინიმალური რაოდენობა დონაციების უნდა იყოს მოსახლეობის დაახლოებით 10-12%. ნუ საქართველოში გამოდის რაღაც წელიწადში 40,000 დონაციამდე, მაგრამ ეს 40,000 დონაცია უნდა დაითვალოს 40,000 ვარგისი დონაცია, ანუ დონორმა წარმატებულად ჩააბარა სისხლი და სისხლი უსაფრთხოა და მზად არის პაციენტის ტრანსფუზიისათვის, ხო? და არა, ეხლა შეიძლება 120,000 კაცი მივიდეს სისხლის ჩასაბარებლად ჩააბაროს და ნუ ან ინფექციის ან სხვადასხვა რაღაც პარამეტრის გამო ის სისხლის შემდეგ უკვე დონაციის შემდეგ იყოს დაწუნებული, ხო? პარადოქსული ცოტა ჩემთვის გაუგებარი, ეხლა მე რაღაცა დეტალები კიდე არ ვიცი, არის ის, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში სტატისტიკურად სრულდება დაახლოებით 80-90,000 დონაცია, ყოველ შემთხვევაში სტატისტიკა ამას გვეუბნება, მაგრამ სისხლის პროდუქტები მაინც ყოველთვის დეფიციტია კლინიკებისთვის, ეხლა კლინიკებში რო გითხოთ, სულ საძებარი აქვს სისხლი და მუდმივად არის დეფიციტი. იდეაში 80,000 დონაცია თუ ტარდება წელიწადში, საქართველოსთვის საკმარისი უნდა იყოს. რატომ ხდება ასე? შეიძლება იქ რაღაცა შეცდომები არის სტატისტიკის წარმოებისას, არ ვიცი მოკლედ ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია ესეა. ლევან, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამდენი წელია თქვენ ერთგულად ამ თარიღთან დაკავშირებით თანამშრომლობთ ჩვენს გადაცემასთან, მობრძანდებით, გვიზიარებთ თქვენი როგორც საერთაშორისო ექსპერტის მოსაზრებას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს თქვენი ინფორმაცია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თქვენ როგორც ევროპის საბჭოს ექსპერტმა ისე გაგვიზიარეთ მონაცემები იმ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, რაც აქვს განვითარებულ სამყაროს და რაც ჩვენთვის არის სასურველი და აუცილებელი იმისთვის, რომ არა უბრალოდ სისხლის მარაგზე ვისაუბროთ, არამედ უსაფრთხო სისხლზე ვისაუბროთ, სწორედ იმ სისხლზე, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს და არა საფრთხეს შეუქმნის დამატებით. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, გახლდათ ევროპის საბჭოს უსაფრთხო სისხლის ექსპერტი და მუდმივი მოქმედი კომიტეტის ექსპერტი ბატონი ლევან ავალიშვილი. მე არ გემშვიდობები, წინ გველოდება ტრადიციულად კვებითი შუქნიშანი.
კვებითი შუქნიშანი, რომელიც გულისხმობს კვებით რეკომენდაციებს. ეს თქვენთვის ყველაზე კარგად ნაცნობი თემაა და ეს არის ის საკითხი, რომელიც ჩვენი გადაცემის ყოველდღიურ თემას უკავშირდება და საგანგებოდ ჩვენ გვაქვს თარიღები, როდესაც მხოლოდ კვებაზე ვსაუბრობთ. მაგრამ როდესაც თქვენ დღევანდელი გადაცემის თემას იხსენებთ, კვებით შუქნიშანი ასოცირებული უნდა იყოს ლოგიკურად სისხლის გადასხმასთან, სისხლის გაცემასთან. ასეც არის. თუმცა საზოგადოებაში დამკვიდრებული წარმოდგენა, რომ ჩვენ ვისაუბრებთ მაგალითად რკინაზე, მაგალითად რკინის შევსების შესაძლებლობებზე და ასე შემდეგ, მხოლოდ უნდა გაგიქარწყლოთ და იმ მიმართულებით შემოგთავაზოთ ფიქრი, რომელიც ყველას ერთნაირად წაადგება. რა მაქვს მხედველობაში? უპირველეს ყოვლისა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მზაობაზე, გავცეთ სისხლი, ჩვენ საუბრობთ ჯანმრთელობაზე. ჩვენს ჯანმრთელობაზე და იმ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ვისთვისაც უნდა გავცეთ ეს სისხლი. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ვცდილობთ მოვემზადოთ ამ გადაწყვეტილებისათვის, ამ გადაწყვეტილების ხორცს შესხმისთვის და ეს კარგ ნაკლებობას გულისხმობს, იმიტომ რომ სისხლის გადასხმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სხვა ადამიანებისთვის სარგო, მაგრამ არ უნდა აღმოჩნდეს საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ პირველი და მთავარი ჩვენ ვემზადებით ამისთვის კარგი ნაკლებობით. სამწუხაროდ საზოგადოებაში არის გავრცელებული აზრი, რომ უკეთ მომზადებაში ან გაღებული სისხლის შემდეგ ძალების აღდგენაში ძალიან კარგად გვეხმარება ალკოჰოლი. ალკოჰოლი არის ზუსტად ის გავრცელებული შეცდომა, რომელიც საერთოდ არ ემთხვევა ფაქტობრივ მონაცემებს. უფრო მეტიც, მტკიცებითი მედიცინისათვის არ არის ცნობილი მდგომარეობები, როდესაც ალკოჰოლის წინასწარი მიღება გვეხმარება დონაციისთვის უკეთ მომზადებაში პირიქით, ან დონაციის შემდეგ ალკოჰოლის მიღება ძალების აღდგენას წაადგება. რეალური მონაცემები სწორედ საპირისპიროს ადასტურებს, ამიტომ წითელი ზონის შესაბამისი გაფრთხილება ალკოჰოლი დონაციამდეც და დონაციის შემდეგ. არის ერთი ფაქტორი ყველასათვის გასათვალისწინებელი, ის რომ სისხლი არის ჩვენი ორგანიზმის ქსოვილი, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ ეს არის ერთადერთი თხევადი ქსოვილი, შემართებელი ქსოვილი, რომელიც თავისი ფეხით მიდის ყველა უჯრედთან. ამიტომ თუ ჩვენ საუბრობთ დანაკარგზე, მოსალოდნელ დანაკარგზე, შესაძლო დანაკარგზე, ყოველთვის დონაციის შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს წყლის ადეკვატური მოხმარება. სისხლის აღების შემდეგ მხოლოდ არა. სისხლის აღებამდე მზადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ორგანიზმს აუცილებლად ვამარაგებთ ადეკვატურად, სწორედ წყლით და შემდეგ უკვე დონაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად ვიღებთ წყალს. წყალს სითხეს, ეს არის ზუსტად ის ურთიერთჩამანაცვლებელი მდგომარეობები, რომელიც ორგანიზმს დანაკარგის ადეკვატური შევსების შესაძლებლობას აძლევს. და ბოლოს, როდესაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რა არის ერთი სასწაულმოქმედი პროდუქტი, რომელიც დაკარგული სისხლის შევსებას რამდენიმე საათში მოახდენს ჯადოსნურად. ასეთი პროდუქტი არ არსებობს, თუმცა არის პროდუქტები, რომელიც საციცოცხლო ტონუსის აღდგენაში გვეხმარება. იქვე შეიძლება შემოგთავაზონ შოკოლადი, მაგარი ჩაი, მაგრამ თუ საუბრობთ საკვებ პროდუქტებზე, საუკეთესო აღდგენა გახლავთ დაბალანსებული კვება და ის ხუთი ფერის, ხუთი ჯგუფის პროდუქტი, რომელიც ჩვენს თეფშზე იყრის ხოლმე თავს. ანუ დონაციამდეც და დონაციის შემდეგაც ყველაზე მარტივად ეს ფორმულა არის დატანილი ჩვენს თეფშზე, სადაც არის ცილოვანი კომპონენტი აუცილებლად და ყველა ამინომჟავა იმისათვის, რომ დანაკარგი შევივსოთ, აუცილებლად არის რკინის შემცველი პროდუქტები, მაგალითად ცილოვან კომპონენტთან ერთად ან მცენარეული პროდუქტების სახით იქნება ეს ხორცი თუ ისპანახი, აუცილებლად არის ბოსტნეული და ხილი C ვიტამინის სახით, რომელიც რკინის უკეთ შეთვისებაში გვეხმარება და აუცილებლად არის სწორი ურთიერთშეხამება პროდუქტებისა ისეთი, რომელიც მიღებულ რკინას აღარ დაგვაკარგინებს. ეს იყო დღევანდელი რეკომენდაციები, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.